ეხლა აშკარა გახდა, რომ საუდის არაბეთმა გადაწყვიტა ირანის დრონების ომზე ბევრად უფრო მკაცრად უპასუხოს. ამ 4 შაბათს 2026 წლის 1 აპრილს საუდის ნაბიჯი უკვე რეგიონული გარდატეხის ნაწილად ჩანს. ერიადმა სამხედრო თანამშრომლობა დაამყარა უკრაინასთან, მიიღო საჰაერო თავდაცვის სპეციალისტები და ჩაერთო IAF-ის სწრაფი და ეფექტური პასუხისძიებაში დრონების წინააღმდეგ. შაჰედ ირანული დრონები უკვე ხრება სპარსეთის ყურის ციდან და ის უპირატესობა, რაც მათ ჰქონდათ შიშის დასათესად, თავდაცვების დასატვირთად და ყურის ეკონომიკის დასაზიანებლად, იწყებს აორთქლებას. ეს მოხდა იმიტომ, რომ ზეწოლა აუტანელი გახდა. 27 მარტს შეერთებული შტატების 12 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა საუდის არაბეთში მდებარე ბაზაზე ირანული თავდასხმის შედეგად. ამავე დროს ენერგეტიკული ობიექტები, პორტები, გემები და ექსპორტის მარშრუტები სპარსეთის ყურეში მუდმივი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. სწორედ სააგენტო როიტერსმა დააფიქსირა ვიდეო კადრები და შეთხობინებები რასტანურას კომპლექსზე თავდასხმის შესახებ საუდის არაბეთში და ბაბკოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ბარეინში. სწორედ აქ არის მთავარი საკითხი. ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეს ღია ზღვასთან აკავშირებს და კვლავ რჩება პლანეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გასასვლელად. და საუდის არაბეთი მარტო უზრუნველყოფს ამ სრუტეში გამავალი ნედლი ნავთობის 38%-ს. როდესაც ირანული დრონები თავს ესხმიან ან რეგიონს ქაოსისკენ უბიძგებენ, ეს მხოლოდ სამხედრო დაპირისპირება არ არის. სწორედ ამიტომ საუდის არაბეთმა გადადგა ნაბიჯი, რომელმაც დღეს ყურადღება მიიპყრო. ტრადიციული ჩამჭერების გამოყენების ნაცვლად მხოლოდ სამეფომ ხელი მოაწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას უკრაინასთან და გახსნა სიუცე პრაქტიკული წვრთნებისთვის, რომელსაც უკრაინელი სპეციალისტები ატარებენ. როიტერსის ინფორმაციით 220-ზე მეტი უკრაინელი ტექნიკოსი და სამხედრო გაგზავნეს ახლო აღმოსავლეთში, რათა ადგილობრივ თავდაცვას დრონების შეტევებისგან დაეხმარონ. და ამ სამუშაოს ნაწილი სწორედ საუდის არაბეთში განხორციელდა. და რიადისუს რეალური ომის გამოცდილება მყისიერ ფარად აქციოს, რათა დაიცვას ბაზები, ქალაქები და ენერგეტიკული ობიექტები. და როგორ მუშაობს ეს? ლოგიკა მარტივია. დრონი შაჰედის საშიში იყო, რადგან მან დამცოს აიძულა სასტიკი არჩევანი გაეკეთებინა. ძალიან ძვირადღირებული რაკეტა გამოეყენებინა IAF მიზნის ჩამოსაგდებად. უკრაინის პასუხი იყო მსუბუქი, სწრაფი და ბევრად უფრო IAF ჩამონგდებების შექმნა. როიტერსი აღწერს White Hornets-ის მოდელ STEAMS, რომელსაც შეუძლია ფრენა 280 კმ/სთ სიჩქარით და რომლის ღირებულება დაახლოებით $2000-ან ნაკლებია. იმავე რეპორტაჟის მიხედვით შაჰედის ღირებულება 20,000-დან 50,000 მერყეობს. აქედან იწყება ცვლილება და ირანის ეკონომიკური ტერორი ძალას კარგავს. ეს მომენტი ხსნის, რატომაც ირანული დრონები პოლიტიკურ და სტრატეგიულად თითქოს გაქრნენ სათაურის მნიშვნელობით. ისინი არ გამქრალან, მაგრამ აღარ არიან ის თითქმის დაუმარცხებელი იარაღი, რომელიც შიშს, ზიანს და დანაკარგს იწვევდა. როდესაც თავდაცვა იწყებს დრონების მასობრივად და უფრო იაფად ჩამოგდებას, ირანი ერთდროულად სამ რამეს კარგავს: სიუპრისს, ეკონომიკურ ზეწოლას და პროპაგანდას. არ არის შემთხვევითი, რომ ზელენსკიმ ამ კვირაში განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ყატართან მიღწეული შეთანხმებები ისტორიული იყო. და ისინი სწორედ საჰაერო თავდაცვას, სამხედრო წარმოებას და დრონებისგან დაცვას ეხება. ამ ცვლილების უკან კიდევ ერთი პოლიტიკური მიზეზი დგას. გოლფის წყაროებმა სააგენტო როიტერს განუცხადეს, რომ საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბარეინი მხოლოდ დროებით ზავს არ სურთ. მათ სურთ თეირანის შესაძლებლობების მუდმივად შესუსტება, რომ მან ვეღარ გამოიყენოს რაკეტები, დრონები და თავად ჰორმუზის სრუტე ზეწოლის იარაღად. სწორედ ამიტომ ხდება ეს მთელი მობილიზაცია. ამ ქვეყნებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ დღევანდელი თავდასხმის გადატანა, აუცილებელია ხვალინდელი შანტაჟის აღკვეთაც. ეს საუდის არაბეთს უარყოფით პოზიციაში აყენებს. კიდევ უფრო მტკიცედ იმ მხარეს, ვინც პრაქტიკულად შეძლებს ამ საფრთხის განეიტრალებას. საბოლოოდ რაც მოხდა პირდაპირია, ირანმა სცადა IAF-იანი დრონები რეგიონული დაშინების საშუალებად ექცია. საუდის არაბეთმა უპასუხა ტექნოლოგიის წვრთნისა და დოქტრინის ძიებით. ამ უპირატესობის გასანადგურებლად ძვირადღირებული თავდაცვა გონივრული გადაჭერითა და სამხედრო თანამშრომლობით შეცვალა. და ირანის ძველი უპირატესობა თავისი დრონებით შაჰედი იწყებს ახალი უპირატესობის შექმნას. ისინი ცხოვრობდნენ